მოგესალმებით. დღეს არის 12 ივლისი. ეხლა გავდივარ გარეთ, რომელიმე სალონში მნიშვნელობა არ აქვს, რომ შევაკი მოვეხსნა. და მე რა შევიარო ტარგეტში, მანიკური უნდა ვიყიდო, რომ წავისვა ხოლმე. რაღაცები კი მაქვს, მაგრამ მე მინდა თეთრი. ძალიან მინდა თეთრი მანიკური. და წავიდეთ მოვიხსნათ სადმე. კარგად ცხელა. ხო და მე უნდა დავიწყოთ ტორტის გაკეთება. იმედი მაქვს, რომ გამომივა. ბანანის ტორტი უნდა სოსოს. ხო და იმედი მაქვს, რომ გამომივა. ხვალ tomorrow-დე, ხვალ არის მამიკოს დაბადების დღე. ძალიან მინდა რომ გამომივიდეს. მოღრუბლულია ხოთეშვილი, ის იმედია იწვიმებს ცოტა გავგრიგდებით. ადე რას თქვი შენ? სათვალეები სადა გაგდაგჭა სახში? და ურეკოთ მამას სად არის? ვარჯიშო? არა. აბა? არა. ჩემი ყვალული. მოვიხსენი სალონში. იქ აღარ წავასმევინე ჩვეულებრივ მანიკურს. არ ნაშვებიან აკეთებდნენ. იმიტომ ჩვეულებრივი მინდოდა. და შემოვედი ხა ტარგეტში. ვიყიდო ჩვეულებრივ მანიკური. და მე ისეთ სახალი სოფელი მინდა. საზაფხულო. ესეთი შეიძლება ესეც თეთრი უაჭველი მინდა. უაჭველი თეთრის მუღამზე ვარ ცა. ფეხზეც მინდა თეთრი და ხელზეც. და ესეც ცხოვრებაში პირველად მოვიდომე ტორტის გაკეთება. რატო გავრისკე ისე არ ვიცი. მაგრამ მაინც წესოს დაბადების დღეზე თან. მაგრამ მაინც ოდესმე ხო უნდა გამერისკა. ეს ტორტი არის 9 კვერცხიანი, მაგრამ ამ შემთხვევაში მე 8 ვუქენი, რა ვიცი. განვაცალკევე გული და ცილა. ორივე გჭირდება, ახლა ბისკვიტს ვამზადებ. ბისკვიტისთვის ვამზადებ ინგრედიენტებს, აქ 1 ცალი კვერცხის გული. და მივარდა და ამიტომ გადაწყდა რომ 8 კვერცხიანი იქნებოდა. ამიტომ გადაწყდა რომ 8 კვერცხიანი იქნებოდა და არა 9 კვერცხიანი, თუმცა საერთოდ არ ეტყობოდა ბისკვიტს რომ 8 კვერცხი იყო და არა 9. ესე განვალცალკევეთ ეს ჩუვანი კვერცხის გულები, განაცვალეთ. შემდეგი ინგრედიენტი იყო წყალი, რამდენი კოზი იყო? 1 2 3 4 5 6 7 8 კოზი, სუფრის კოზი წყალი დაჭირდა. შემდეგი ეს არის შაქარი. სასწორი დამოვიწყე რომ გაფუჭებული მქონდა, ჩემი იცნეთი გახსოვთ ალბათ ღუმელში რაც მოხდა და ჭიქით ვზომავდი გრამებს. შემდეგი ინგრედიენტი რა თქმა უნდა ფქვილი, ამასაც ჭიქით გავზომავ. 300 გრამი ფქვილი ვქენი. უნდა ყოფილიყო 150 გრამი სახამებელი, 150 გრამი ფქვილი, მაგრამ სახამებელი არ მქონდა და ამიტომ 300 გრამი ფქვილი ვქენი. თუ ვინმეს ამ ბისკვიტის რეცეპტი კონკრეტულად დაგჭირდებათ, ვიდეოს გაგიზიარებთ რა, რომელი ვიდეო, ან იმას ვიზავ რა ქვია, დავსკრინავ და აქ ამოგიგდებთ. შემდეგ სოდა და მარილი. ჩემმა მეგობარმა მაგდამ რო ვახსენებ ხოლმე, იმან მაჩვენა ის ვიდეო რა, ის გოგონა ქალბატონი, ვინც ამას ამზადებს და
ძალიან ისეთი კლასიკური ბისკვიტია და მარტივი რა. არავის არასდროს არ ჩაუვარდება ესე ვთქვათ რა. და სურათი ამოვარდება ეხლა რომელზეც არის საუბარი. შემდეგ გადავედით ცილის ათქვეფაზე. კარგად უნდა აითქვიფოს, მოგეხსენება დარწმუნებული ვარ ბევრმა იცით. ეს მე ვაკეთებ პირველად თორე. იმ სპეციალური მიქსერის მანქანა რომ არის, ხო იცით? ის უფრო მალე აკეთებსო, ის ხალი იწახის და ხელის მიქსერსო ცოტა მეტი დრო უნდაო. დრო არ დამენიშნია, მაგრამ კარგად დიდხანს ვთქვიფე. სამწუხაროდ არ შემიძლია თან სკამზე დავждე და თან საქმე ვაკეთო. აი, არასდროს ვერ შევძელი ეს რა. ხო და აქ ისე მტკივა წელი, ხო ხედავთ ხან ერთ ხელში შევიცვლი, ხან მეორე ხელში. Baby, mama, that's me. აქ ჩემ თავს რობნები რომ ჩვენ გამოგივარ აუცილებლად გამოგივარ და ხომ თავარი რაც არის ქვაფში ვაცხობ გაზზე ბისკვიტს ყველა სირთულესთან ერთად შემდეგ იმ წყალს რაც ჭიქაში წოკოვზებით ჩავასხით და აი ამ კვერცხის გულს ვთქვებთ ერთმანეთში და უკვე ნელა კოვზით აი ამ რეზინის კოვზით რაც ქვია მას სამზარეულოს რეზინის კოვზით ნელა ეხა ქაჩქარებულია კადრი მაგრამ ძალიან ნელა ვურევდი მაქსიმალურად ნელა რომ აი ეს ბეზეს თავისი სიფაფუკე შენარჩუნებინა ის ქალიც ესე გვეუბნება და გვარიგებს ჭკუას რომ მაქსიმალურად ფაქიზად და ნელა უნდა ამუღურიოთ და ესე დიდხანს ნელა ბოლომდე შევურიე ეს კვერცხის გული ესე ვთქვათ მერე უფრო ახლოდან განახებთ აი ესე გამოიყურებოდა ბოლოს უკვე ყველა რო შევურიე ისე ლამაზად და ჰაეროვნად გამოიყურებოდა შემდეგ ასევე კოვზით უნდა ავურიოთ ის ფქვილი ამ ბეზეში და გავცერებ ფქვილთან ერთად სოდაც და ესე ამასაც ძალიან ნელა ვურევდი შემდეგ როგორც გითხარით ქვაფში გამოვაცხე ეს ბისკვიტი ჩავაფინე ესეთი ქაღალდების საცხობი და ჩავასხი ის მასა შიგნით ესე ნერვიულობდი გამოვიდა და თუ არ გამოვიდა და ვეცადე გადამესწორებინა და ესე რაც გამოვიდა ეს გამოვიდა თელისულით და გულით ვაკეთებდი, მოკლედ ძალიან მინდოდა რომ არ ჩავარდნილიყო და გამომსვლოდა რა. თელისულით და გულით ვეცადე. სანამ ბისკვიტი ცხებოდა, მე დავიწყე კრემის მომზადება. ვამზადებ მოხარშულ კრემს, 1 ცალი კვერცხი, შაქარი დაახლოებით 200 გრამი შაქარი, ძე 500 მილილიტრი და ბოლომდე ეს 500 მილილიტრი და ნელ-ნელა დავამატებ 3 სუფრის ყოვს 500 მილილიტრი ძე, 200 გრამი შაქარი, 1 ცალი კვერცხის გული და 3 სუფრის ყოვზი ფქვილი შემდეგ შემოვდგით გაზზე და როგორც ხდება ხოლმე დაველოდოთ გაზქელებას.
ამასობაში აი ესე გამოცხვა ჩვენი ბისკვიტი. აქ ვნიშნავ, რომ სამნაწილად გავჭრა. ყველანაირად ვეცადი, რომ თანაბრად გამეჭრა. აი ესეთი კარგი და ღუნღულა გამოვიდა. ჩვენი ბისკვიტი. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ნახევარი საქმე კარგად მივიყვანე. თავის დანიშნულების ადგილას ბისკვიტი და მართლა ძალიან ღუნღულა გამოვიდა. არ ვიცი ღუმელში თუ გავაკეთებ ოდესმე ბისკვიტს, მაგრამ ქვაფში როგორ კეთდება უკვე დავამუღამ ესე ვთქვათ, მაგრამ დაახლოებით 2 საათი დაჭირდა ქვაფში ბოლომდე რომ გამომცხვარიყო. ჩვენი ბისკვიტი დაახლოებით 2 საათი დასჭირდა ქვაფში. ამასობაში კრემი მაცივარში მქონდა გასაგრილებლად. გაგრილდა და ოთახის ტემპერატურაზე ის კარაქი 250 გრამამდე კარაქია. გამოვიყვანე მაქსიმალურად იქას დავაბიბოთ კარაქი. როგორც ხდება ხოლმე დაკრებულა ბევრმა იცის მოხატვის კრემი ვადიმისი მე ჩავამატებ კომპლект მოხატვის კრემს და უკვე მოხატვის კრემთან ერთად როცა გაზზე გადაიხარშებოდა კრემი მაშინვე ჩავყარე მეშინით ვანილი. იმიტომ თქვენ არ გამოხდეთ ვანილი დამატება კრემში. აი ამ დრო ვтипავდი მხოლოდ კარაქს ჯერ. და მე უკვე ნელა დავიწყებ ახლა ამ მოხარშული კრემის ოზერით ჩამატებას და ნელა შევიღებ. საბოლოო ჯამში აი ესე გამოიყურება ჩვენი კრემი. კარგი სისქის, კარგი ფერის, კარგი კონსისტენციის, ესე განახებთ. ახლა ამას ჩვენ დავაფარებთ მას პარკს, ცელოფანს და ყოველთვის ვდგავ ხოლმე მაცივარში, რომ უფრო გამყარდეს. არ მჯერა რომ აქამდე მოვედი. ბისკვიტი არ ჩავარდა. შეძლებს დაგვარად თანაბრად გავჭერი და კრემი ბევრჯერ გამიკეთებია აქამდე და კრემი არ არის პრობლემა, მაგრამ პირველად ნახევარი საქმე კარგად გავაკეთე. ეხლა დაკრემვა მარტივია, მაგრამ აი ფორმის შენარჩუნება რთული გაჭრის დროს. გაჭრასაც გადავიღებ. იმედი მაქვს რომ არ წამექცევა სადმე. ეხლა სანამ კრემი კიდევ ცივდება, ლილემ უნდა ჭამოს, ლილემაც უნდა გადაიღოს, მეც უნდა გადავიღო. როგორ არ მომწონს ეს ფოკუსი. ორივე უნდა გადავიღოთ და ლილეს რო დავაწვენ დასაძინებლად, დავუბრუნდები მე ტორტის დაკრემას. თქვენთვის ეს რამდენიმე წუთში მოხდა, ჩემთვის მთელი დღე წაიყო დაღამდა. 10 საათი დაიწყო. ასე რომ წავიდეთ და შემოგიერთდებით ცოტა ხანში. გადავივლე. ლილე დავაწვენე. აი და წელი ისე მტკივა ხალხო. ფეხები ისე მტკივა, წელი ისე მტკივა, რომ აი ვერ გეტყვით. გაგრილდა სიროფი ამასობაში. სიროფი გავაკეთე ჩვეულებრივად. აი მე წელი. იმითი შაქარი, წყალი და ლიმნის ცედრა და ცოტა ვანილი. ხო და დავიწყოთ აწყობა. იმედია გამოგვივა. დავიწყეთ აწყობა. მოკლედ. ეხლა აქ დავნამავ ჯერ ესა ეს ჩვენი ძალიან გამყარდა კრემი. კარგი კონსისტენცია ქონდა კრემს ძალიან. ეხლა რაც შეეხება ჩვენს ბისკვიტს, მე აქ კი დავნამავ ამას, მაგრამ შემდეგში როცა გავაკეთებ ამ ტორტს, ყოველთვის ამ ბისკვიტით გავაკეთებ, ერთი ეს გადაწყვეტილება მივიღე, რომ ყოველთვის ამ ბისკვიტით გავაკეთებ და ძალიან ბევრად უფრო მეტად დავნამავ რა. მე ალბათ აქ ვიტყვი ვიდეოში, მე აღარ მახსოვს თქვი თუ არა, უეჭველი ვიტყოდი. რო გავსინჯე ვიტყოდი, მაგრამ აქაც გეტყვით, რომ კრემს აკლდა დანამვა.
და შემდეგში არ დავინანებ სიროფს. უბრალოდ რახან პირველად ვაკეთებდი, შემეშინდა რომ ძალიან არ დამისველდეს თქო და მე გაჭრის დროს არ წამექცეს ან არ დამეშალოს თქო და აი ამ შიშის გამო დავაკელი სიროფი რა, მაქსიმალურად ზომიერად ვუქენი. და ეს ძალიან ცუდია, რომ გავსინჯე აშკარად აკლდად დანამვა ტორტს რა. და შემდეგში ამას აუცილებლად გავითვალისწინებ. სოსოს უნდა ბანანის შიგთავსით უყვარს ბანანის ხვახილით არ უყვარს ტორტი არც მარწყვით არც ფორთოხლით არაფრით ბანანით უყვარს მხოლოდ და რა თქმა უნდა მისი იყო ეს ტორტი და გავაკეთეთ ბანანით ტორტის კეთების პროცესში ეს მივხვდი რომ ჩემი საქმეა ეს კონდიტერიის ხაზი არ არის აი ზოგს ხო სიამოვნებს ამ მორთვა დაკრემვა და ასე შემდეგ გავაკეთებ სიამოვნებით გავაკეთებ, მაგრამ როგორც ისეთი მე უფრო მომწონს კერძების კეთება რა. ვიდრე ეს ტკბილეულის კეთება, ნამცხრობის და რაღაცეების. ბლინების კი, პეროგის კი უცებ და რაღაც, მაგრამ აი ეს ტორტის გამოცხობა ჩემი საქმე არ არის. არა იმიტომ რომ არ გამომივა და მე ამ ტორტს დავხვეწავ, გპირდებით, რომ მოვანახავთ თქვენც. მაგრამ პირველისთვის ძალიან კარგი იყო. უბრალოდ მივხვდი, რომ მე ამის ნერვები არ მაქვს. ალბათ იმიტომ, რომ ეხა ფეხბურთზე ვარ და ძალიან დიდი დრო წაიღო. უზომოდ დიდი დრო წაიღო ამ ყველაფერმა, ძალიან დავიღალე. ეს ფაქტორიც არის მესმის. მოკლედ ვნახოთ რა. თუ გავაკეთებ მხოლოდ ბავშვების დაბადების დღეზე ალბათ. და სოსოს დაბადების დღეზე. ჩემს დაბადების დღეზეც კი არ გავაკეთებ ტორტს, იმიტომ რომ ძალიან დიდი დრო უნდა. მაგრამ უნდა მეცადა რა და მე პირობას ვაძლევ საკუთარ თავს რომ იდეალურ გემოს დავსვავ დანამვიანად, კრემიანად განვავითარებ უფრო აუცილებლად. ამ ტორტს აუცილებლად განვავითარებ, მაგრამ ის რომ მე ამ ხას გავყვე და არ იქაცხობა დავიწყო და რაღაცები არა, ჩემი კომფორტის ზონა არ აღმოჩნდა. ტორტის ცხობა. არ ვიცი რატო, მაგრამ ესეა. ესეც მეორე ფენა და ესეც მესამე ფენა ჩემო ძვირფასებო. ესე. აქ ამ მომენტში ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ყველაფერი კარგად მიდის ჯერჯერობით. კრემსაც უფრო მეც ვუზავ. შემდეგში გულში უფრო მეტ კრემს ვუზავ აუცილებლად. მოკლედ რაღაცეები არის, რაც რა თქმა უნდა გამოსასწორებელია და რა თქმა უნდა ესეც იქნებოდა, არანაირად გამომივიდოდა იდეალურად პირველივე ჯერზე. ხო და შემდეგში აუცილებლად აი ამ ხარვეზებს გამოვასწორებ და უფრო მაგარი იქნება და უფრო გემრიელი შემდეგში. პირველი ეტაპისთვის მე საკუთარი თავით კმაყოფილი ვარ, რომ ეს შევძელი არ ჩამივარდა ბისკვიტი და ასე თუ ისე ნორმალური გამოვიდა და შემდეგზე ბევრად უკეთეს გავაკეთებ. Quanto non lo tra me? Poi tra me. Allora, sai da qui, a me le faccio scemo a porte di uva. Poi faccio scemo. Ma se io tutto qualche scarico, ma se che non spedi. ეხა დაბლად ჩავიდა სოსო. ხო და მინდა რომ სანთელი აუნთხო და ტორტი. ხო და იმედია რომ გაიხარდება. არაფერი არ არის, ძალიან ელემენტარულია, უფრო მეც გავუკეთებდი, მაგრამ
საუწუხაროდ ჯერ არ ამოქვს ფინანსები, თან ივლისში არ ჩამერით, ანუ ამ თვეში არ ჩამერიცხებოდა YouTube ხელფასს, თორე კიდე რაღაცას ვიზავდი რა. გული მწყდება, მაგრამ არა უშავს ცხოვრება წინ არის და ძალიან ბევრ სურპრიზები ელოდება ჩემგან, რაცა ფინანსურად უფრო მყარად ვიქნებით და ახლა კიდე ძალიან მალე მეორე ბაიას ვაჩუქებ. ჩემი აზრით ამაზე ძვირფასი საჩუქარი მაინც არ არსებობს სამყაროში. სანთლები დაბადების დღეს ესე როგორც წეთი არ მაქვს, მაგრამ ამით ავანდოთ. დაბადების დღეა. გიგოცა. აუ ჩაიფიქრე რა. არა, უნდა ჩაიფიქრე. ვიცია. აუ არა, მინდო მასა რა. Yeah, what if we forget? We put them in. Fill it to the brim with saplings. We need one of every single kind. We get cherry saplings, dark oak, acacia, jungle, even birch and spruce, and of course we definitely need oak. Alright, I see the chest can go right over here. Perfect. Let's just put the saplings inside and let's just duplicate them so we have a bunch of ones. We don't want to run out that quickly. Mim's gonna love this area. You better not eat all the grass. That would be really, really annoying. Hey, he wants grass. He's a good boy. Yeah, I don't know, Milo. For right now, I'm gonna add a dispenser where we are gonna place the trees right in front of it. And it's gonna be full of oatmeal. This way, when we place a sapling in front of it, it'll... შემდეგ საღამოსო მოვიდა სახლში და მის დაბადების დღეზე ასე ვთქვათ, გადავწყვიტეთ, რომ დილე წაგვიყვანას ასეირნოთ და ჩვენც გვესეირნა მასთან ერთად. ნახეთ, როგორი ლამაზიცა იყო, როგორი კარგი ამინდი იყო, საღამოსნია ვიცი იყო. იქ ძალიან ბევრი ვიარეთ და სულ გავუფლიანდი მე როგორც ყოველთვის, მაგრამ დროდადრო მაინც იყო ხოლმე ნიავი. ეს ცა ძალიან მომეწონა და მინდოდა რომ გადამეღო და მეჩვენებინა თქვენთვის. ძალიან მიყვარს ხოლმე ესეთი მომენტები, როცა ჩვენ სამი ვართ ერთად მარტო. ძალიან სასიამოვნოა და ძვირფასია ეს წუთები ჩემთვის. იმედია ხედავთ, რამდენი სიცინათელაა. ნახეთ. მე კამერაში არ ჩანს კარგად. აი, მომეც თუ აღარ გინდა. ახლა ეს ადგილი არის ესე ველოსიპედები და სკუტერებით და ეგეთ რაღაცებით კატაობენ. წინ არის ტბა.
ჯაკის ვერ ხედავ? აი, იქ არიან, აი, პედალი, ნახე? ო. აქ არ შეიძლება. ეს წაყვანა აქ. ეს რო დაიწე, წაყვანა არ შეიძლება. არაჩვეულებრივი ამინდი არის. ისეთი კაი ნიავი უბერავს. რომ ძალიან კაი. ესე ვატარებთ სოსოს დაბადების დღეს. ჩემთვის და ლილესთვის ძალიან კარგია. სოსოსთვისაც. სულ სხვა გეგმები ჰქონდა, მაგრამ ბოლოს ჩვენ სამნი აღმოჩნდით ესეთი შესანიშნავ გარემოში და ასეთი ტკბილი წუთების დაგროვება ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახისთვის. აუცილებელია ოჯახი, ვაიმე რა განახოთ, მარტო იყოს ზოგჯერ რა. და იმას გეუბნებოდით, რომ სხვა გეგმები ქონდა, უნდა და რომ საღამომდე ემუშავა და მერე წამოსულიყავით აქ, ისედაც აქ მოვდიოდით და მწვად შეწვავდა რა. როგორც ბარბეკიუ, ესე ვთქვათ. მაგრამ ბოლო მომენტში არჩევანი შევაჩერეთ მაინც ამ სიტუაციაზე. სადაც არის ბაია გაჩნდება და ესე ვეღარ შევძლებთ ესე თავისუფლად. იმდენი ციცინათელაა ხალხი, როგორ მინდა კამერაში დაინახოთ. მაგრამ ძალიან ბევრს დავდივარ და მცხელა სულსველი ვარ სახლში რომ მევალ კაი შხაპს მივიღებ და მერე დავიძინებთ, ხოდე? უკან არ ვიცი რა რამდენად ხედავთ, მაგრამ ძალიან ბევრი ციცინათელაა და მათ შორის ესეც ჩემი ლამაზი ციცინათელა. Nervous about this. ქართულად. შეგიძლია თუ მამიკო დაგეხმაროს? მამიკო მამა ჰარები. ნუ გეშინია, მიდია. ამოწიეს ფეხით და გიჭერს მამიკო და ნუ გეშინია. მიდი. ადექება? გაიარება? მელა. აფერისტებს.
ლილესთვის უნდა აიღოს free chicken nuggets-ი, соуსი, ხოდე? ჩვენ სახში გვინდა შევჭამოთ შემწვარი კარტოფილი, შევწვალ რომ მივარ. კარგ სალათას დავჭრი და ყველს მივირთმევთ. ჩვენ ეგეთი ის გვექნება დღის დასასრულის ვახშამი და ლილეს უნდა free. აქ დასრულდება ეს ვლოგი. ძალიან დიდი მადლობა, ვინც ბოლომდე იყავით და უყურეთ ამ ვლოგს. ჩემთვის მნიშვნელოვანი დღე იყო დღეს. სოსოს დაბადების დღე არის ჩემთვისაც დაბადების დღე რა. ძალიან მიყვარს სოსოს დაბადების დღე. ალბათ ყველა ესე ხართ ქმრები შვილების დაბადების დღეები, თქვენთვისაც ძალიან ძვირფასი დღეებია და ასევე ჩემთვისაც. ძალიან დიდი მადლობა წინასწარ ყველას მოლოცვისთვის, ყურებისთვის, დაფასებისთვის, უღრმესი მადლობა ყველას. ჩვენ კიდე აუცილებლად შევხვდებით შემდეგ ვლოგში. კოცნით.